მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით სოფელ რუისში, საკალმახე მეურნეობაში, რომლის სახელიც არის ქართული კალმახი და ჩვენ დღეს შევაფასებთ თევზის პროდუქტიულობას და ჯანმრთელობის მდგომარეობას. საკალმახეში იყენებენ კომპანია ნუტრიმაქსის ექსტრუდირებულ კალმახის საკვებს, როგორც მოზარდი თევზისთვის, ასევე სადედე გუნდისთვის. დადგა შემოდგომა და განსაკუთრებით ეს პერიოდი მნიშვნელოვანია თევზის ჯანმრთელობისთვის, რადგან სწორედ ამ დროს წყლის ბიოლოგიური მაჩვენებლები იცვლება, ხანდახან ბინძურდება წყალი სხვადასხვა ბიოლოგიური ნარჩენებით, როგორიც არის ფოთოლი, ქვიშა თუ ნაფოტი, რაც თევზის ლაყუჩების ჯანმრთელობის მდგომარეობას აუარესებს და ლორწოვანი გარსის თლიანობას არღვევს. სწორედ კომპანია ნუტრიმაქსს აქვს შემუშავებული საკვების სწორი ფორმულა, რომელიც ხელს უწყობს ლაყუჩების ჯანმრთელობის დაცვას და ლორწოვანი გარსის თლიანობის აღდგენას. განსაკუთრებით კი სადედე გუნდისთვის მნიშვნელოვანია ქვირითის მიღების დროს მიყენებული სტრესის ალაგებისთვის. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ფერმერებს გაუმარტივოთ თევზის მოშენების პროცესი და მიიღონ თევზისგან მაქსიმალური პროდუქტიულობა, რაც განსაზღვრავს საბოლოო ჯამში მათ ფინანსურ მაღალ მოგებას, რაც ასევე მომხმარებელს უზრუნველყოფს, რომ მიიღოს თევზის მაღალი ხარისხის პროდუქტი, როგორიც არის თევზის ხორცი და ქვირითი, ანუ ხიზილალა. კომპანია ნუტრიმაქსის სპეციალისტის რჩევები მეკალმახე ფერმერებისთვის. აკონტროლეთ შემოდგომის სეზონზე წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორიც არის მინერალიზაცია, მჟავიანობა, ჟანგბადიანობა, ტემპერატურა, სხვადასხვა ბიოლოგიური ნარჩენებით დაბინძურება. გამოიყენეთ სრულფასოვნად დაბალანსებული და მაღალი ხარისხის საკვები იმისთვის, რომ თქვენი თევზი იყოს ჯანმრთელი და მისგან მიიღოთ მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქცია. მნიშვნელოვანია დაიცვათ საკალმახე მეურნეობაში ბიოუსაფრთხოების და სანიტარიის წესები, რადგან თევზის მიერ წარმოებული პროდუქცია იყოს მაქსიმალურად ჯანსაღი და უნებელი მომხმარებლისთვის.